გამარჯობა. დღეს ერთ საკითხი მინდა შევეხო, რომელსაც ხშირად ახსენებენ ხოლმე ჩვენთან პოლიტიკის აღწერის დროს, განსაკუთრებით მმართველი პარტიის პოლიტიკის აღწერის დროს. უბრალოდ შეკითხვას ვსვამენ ხშირად, რომ როგორ კადრულობენ იმას, რაც კადრულობენ, იმიტომ რომ ეხლა უკვე ისეთ ფაზაში ვართ, სადაც არგუმენტებისთვისაც დიდად არ ცდილობენ ხოლმე რაღაცა ტყუილს მოიყვანენ და შემდეგ უბრალოდ იმედი აქვთ, რომ ამ ტყუილს ხალხი დაიჯერებს, მაგრამ ვინც არ იჯერებს, მათთვის უბრალოდ წარმოუდგენელ რაღაცა განზომილებაში არის უკვე მათი ტყუილი და საქმიანობაც გადასული, ხო, ანუ ჩვენ ხედავთ ადამიანებს, რომლებიც პოლიტიკაში მოდიან, მე ხრებიან, ხედავთ ხალხს, რომელიც ცრუმოწმეები არიან, ხედავთ ხალხს, რომელიც რაღაცა შეიძლება ემსახურონ რაღაც საქმეს და შემდეგ გადაისროლონ სხვა საქმიანობაზე და ამაზე უბრალოდ პრეტენზიაც არ განაცხადონ, მოკლედ რაღაცა თოჯინებივით ექცევა რეჟიმი ნებისმიერ მის წევრს და შეკითხვა, რომელიც ისმის არის თუ როგორ კადრულობენ ისინი ამას, სად გაქრა ის რაც პრინციპში ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ღირსება. და ზუსტად ამაზე პასუხი არის არტურ კესლერის მზის დაბნელება, ესეთი ტექსტი არის, რომელიც საბედნიეროდ ქართულ ენაზე უკვე არის თარგმნილი, მოგვითხრობს ძველი ბოლშევიკების 30-იანი წლების დროს სტალინის რეპრესიების შესახებ და აქ ერთ-ერთი ძველი ბოლშევიკი ცდილობს ახსნას და გაიხსენოს ის თუ როგორ მოვიდა ის ამ დრომდე და რაღაც ცვლილებას აღწერს, რომელიც მათ შორის ღირსების ცნებასაც შეეხო და ესე გამოიყურება. ერთგვარი სახეცვლილება, ანუ იწყებს რომ რა არის ღირსება მისთვის, ერთგვარი სახეცვლილება იმ ნორმებისა, რომელიც ჯერ კიდევ რაინდული ტურნირების ტრადიციიდან და თამაშის წესებიდან იკვეთებოდა. ღირსების ცნების ახალი ფორმულირება კი ასე გამოითქმოდა: პატიმოყვარეობის გარეშე ბოლო წუთამდე სასარგებლოდ ყოფნა. ფიქრობ, ეს არის ცენტრალური ფორმულირება სამწუხაროდ რეჟიმის აღმწერი და თუ კარგად გაიაზრებთ, დაინახავთ, რომ ადამიანები ყველაფერს თმობენ იმისთვის, რომ იყვნენ სასარგებლონი რეჟიმისთვის. და ზუსტად ეგ არის ის შეკითხვები, რასაც ჩვენ ჯერ კიდევ ღირსების ძველი გაგების მქონე ხალხი ვუსვავთ ჩვენ თავს, მაგალითად როგორ უნდა იცხოვრო ისე, როდესაც ესეთი დიდი ტყუილი გაქვს ნათქვამი, როგორ უნდა იცხოვრო, როდესაც 7 წლით ქალბატონი გაუში ციხეში, რა უნდა უთხრა შენ შვილებს, რას აკეთებდი მაშინ, როდესაც ესეთი უსამართლობა ხდებოდა, ან რატომ არ ეწინააღმდეგებოდი ბოროტებას, რომელიც შენ გარშემო ხდებოდა და პასუხი არის ზუსტად ამაზე, რომ თუ ამ ადამიანებს არ აქვთ რაღაცა ჩანაცვლებითი ღირსების გაგება, მაშინ ისინი უბრალოდ, არ ვიცი, გამოვიდოდნენ სისტემიდან, მაგრამ სისტემა მათ ჩაუნერგა, რომ სასარგებლოდ ყოფნა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მათ შეუძლიათ რომ გააკეთონ დღეს და სისტემის მსახურება, როგორც არის აღწერილი, პატიმოყვარეობის გარეშე. ანუ მათ საკუთარი თავი უნდა დაივიწყონ, მათ არ უნდა გააჩნდეთ თამოყვარეობა, პატიმოყვარეობა და უბრალოდ ყველაფერი უნდა გააკეთონ, რასაც სისტემა ეტყვის და სისტემა მათ დაასაჩუქრებს ამისთვის ერთგვარად ის, რაც წესი და რიგით უნდა ყოფილიყო პატივი, მაგალითად საჯარო სამსახურში მსახურება ადამიანისთვის პატივის მომტანი უნდა იყოს, იმიტომ რომ ის საზოგადოებას ემსახურება ნორმალურ საზოგადოებაში და ჩვენთან სისტემა, როდესაც დაგაჯილდოებს ან რაღაცას გაჩუქებს, ან ფულად ჯილდოს მოგცემს, ან რაღაცა ტყეს გაჩუქებს, ეს არის ის ჩანაცვლება და შექება, რომელსაც სამწუხაროდ ადამიანები ესწრაფიან. ამიტომ რაღაცნაირად ვთქვათ, აღარ დასვათ შეკითხვა, ჩვენ გვაქვს ხალხთან ურთიერთობა, რომელმაც ღირსება უბრალოდ გვერდზე გადადო და ის ჩაანაცვლა აბსოლუტურად სხვა გაგებით, რომელიც ჩვენთვის ყოველთვის გაუგებარი იქნება. დიდი მადლობა.